ჩემთვის ის ფაქტი, რომ ილია ამას აკეთებს და ფაქტი იმისა, თუ როგორ უნიკალურად, თავისებურად აკეთებს, გასაოცარია. მაგალითად, როცა ის აწონვებზე ჩარლზ ოლივეირასთან მიდის და ეუბნება: "მაპატი, შენ ლეგენდა ხარ. გოდიში, რომ ეს შენ უნდა იყო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ყველაფერი სწრაფად დამთავრდება." და ამ დროს შენ ფიქრობ, ღმერთო ჩემო, ეს ტიპი მართლაც რაღაც განსაკუთრებულია. მაგალითად, კონორი ამას სხვანაირად აკეთებდა ჟოზე ალდოსთან. შენს მოკლას ვაპირებო, პორტუგალიურად ლაპარაკობდა და პოსტერებს ხედავდა. ეს ცოტა უფრო თავხედობა იყო. ილია კი რაღაც მხრივ თითქოს უფრო ცივია, რადგან ხელს ართმევს და ეუბნება: "შენ ლეგენდა ხარ. ძალიან დიდი მადლობა. კვირდები, მართალია უნდა მოგკლა, მაგრამ ამას უმტკივნეულოდ გავაკეთებ. ეს მართლა შოკის მომგვრელია." ეს ტიპი თავდაჯერებულობის სულ სხვა დონეზეა. და ის ამას ეუბნება ჩარლზ ოლივეირას, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსუბუქწონოსანს, UFC-ს ისტორიაში ყველაზე მაგარ ფინიშერს, თუ მთლიან ფინიშერს გადავხედავთ. ეს ამას ეუბნება ვოლკანოვსკის, რომელიც ბევრი ადამიანის შეფასებით საუკეთესო ქვემსუბუქი წონის მებრძოლია ამ დივიზიონის ისტორიაში. მაქს ჰოლოვეის, რომელიც ტოპ 3-შია ქვემსუბუქ წონაში. და ესია გრძელდება და გრძელდება. ასე რომ მე დიდი ფანი ვარ იმის, რასაც ილია აკეთებს. ვფიქრობ, ის ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს და ის საკუთარი მიმართულებით მოძრაობს. აშკარაა, რომ დიდი სპონსორები ყავს. ნახეთ, რიჩარდ მილი გახდა მისი სპონსორი. ეს არის რაღაც ფორმულა 1-ის სპონსორობის მსგავსი. ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ განვეწყო, მაგალითად ტემპერატურაზე, რადგან ჩვენ პურისტები ვართ, ზოგჯერ შეიძლება დავიკარგოთ სრულმანებში და ხეების უკან ტყევერ ვნახოთ, რადგან ჩვენთვის ყველა ვარსკვლავია. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იცოდეს ჯასტინ გეიჯი და რენატო მოიკანო. როგორ შეიძლება ის არავინ იცოდეს? შენ იცი იმ ცნობილი, მოკლე დროში ჩანიშნული ჩხუბიდან, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, მაგრამ რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ როცა ჩვენ სფეროს გაცდები, არც ისე ბევრმა იცის რენატო მოიკანო, ჯასტინ გეიჯი, ან თუნდაც პედი პიმბლეტი. პედი ცოტა სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ მებრძოლი აფორმებს კონტრაქტს ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა რიჩარდ მილი, მე საათებზე არაფერი ვიცი. ეს არ არის ის, რასაც ეს არხი ეძღვნება. ჩემთვის ეს არის როგორც საზომი, რომ ეს ტიპი, აი ლუის ჰემილტონი, ფორმულა 1-ის ვარსკვლავი შეიძლება იყოს მათი სპონსორი. შეიძლება ენტონი ჯოშუას კონდეს როლექსის სპონსორობა. ან რონალდუს და მესის და მსგავს სპორტსმენებს. თქვენ იწყებთ იმით, რომ ვერ ხედავთ მსგავს სპონსორებს და გარიგებებს UFC-ს მებრძოლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ დაუბრუნდებით მაკგრეგორს და ჰაბიბს. მაგრამ ჰაბიბი ბევრ დიდ გარიგებას დებს იმ კომპანიებთან, რომლებიც პოპულარულია მის ქვეყანაში. მაგრამ ინგლისურენოვან სამყაროში არა. რადგან ილია ის იმდენ ენაზე ლაპარაკობს და ისეთი გაყიდვადია. ილია კი თავისუფლად ფლობს ესპანურს, ინგლისურს და ქართულს. ასე რომ ამ ბიჭის მარკეტინგული პოტენციალი თუ ის მოგებებს გააგრძელებს, არის რაღაც განსაკუთრებული. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ის ამ ყველაფერს ჩარლზ ოლივეირას აწონვების დროს ესპანურად ეუბნებოდა. ჩარლზ ოლივეირა კი პორტუგალიურად ლაპარაკობს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არის რაღაც პორტუგალიური ესპანური ტიპის გადაკვეთა. როგორც ჩვენ გვაქვს ესპანური ინგლისური, დარწმუნებული ვარ, ჩარლზმა ზუსტად იცოდა, რასაც ეუბნებოდა ილია. და კი, ერთ-ერთი უმაგრესი მომენტია ისტორიაში. ვფიქრობ, ის სხვებისგან განსხვავდება. დიახ, კონორ მაკგრეგორი იყო თავდაჯერებული. მე ვიქნები თავდაჯერებული, მაგრამ არ ვიქნები შოურას ყოფილი. მე ვეცდები გამოვხატო პატივისცემა იქ, სადაც საჭიროა და ყოველთვის ასე აკეთებს. ძალიან მაღალი დონის ბრძოლა. ჩვეულებრივ გმატებს თავდაჯერებულობას. მაგრამ როგორც კი მიაღწევ MMA-ის უმაღლეს დონეს, იქ ყველა მართლა კარგია და ყველას აქვს ისეთი საკუთარი თავის რწმენა, როგორიც ადამიანების უმეტესობის წარმოსახვას აღემატება. ხალხს არ შეუძლია რეალურად გაიგოს, რომ ყველა, ვინც UFC-ში იბრძვის, 500 თუ 600 მებრძოლია როსტერში და თითოეულ მათგანს უნდა სჯეროდეს, რომ ის არის საუკეთესო მსოფლიოში. დიახ, შესაძლოა ფურცელზე ზოგიერთი მათგანი ასე არ გამოიყურება, მაგრამ ფანებთან მაინც უნდა გამოხატავდნენ, რომ ასე ფიქრობენ. ილია თოფურია პირველივე დღიდან ამბობდა: მე ვარ ის კაცი, მერწმუნეთ. ჩემი შედეგები და დრო ამას დაამტკიცებს. მაგრამ მე ვარ ის კაცი. კონდეს ეს თავდაჯერებულობა დასაწყისშივე, ხოლო შემდეგ მიაღწიო მსგავს შედეგებს, წარმოუდგენელია. და იცით, ზოგი ამბობს, ილია თოფურიას რეკორდი კი, ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ ის ხალხს სწორ დროს იჭერსო. მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი აქვს საერთო მათ მდგომარეობასთან, ნახეთ როგორ კარგად გამოიყურება ვოლკი მას შემდეგ რაც წააგო. ვოლკი ისევ უპირობო ჩემპიონია ძალიან კონკურენტულ დივიზიონში. დიახ, ილია ვოლკთან უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ისლამი პირველ ჭუბში. იცით, ისლამს რომ მხოლოდ ერთი ჭუბი ჰქონოდა ვოლკანოვსკისთან. ილიას უფრო დამაჯერებელი მოგება ექნებოდა ვოლკანოვსკიზე. მე ვფიქრობ, რომ ილია თოფურია არის უბრალოდ ძალიან მაღალი დონის ბიჭი. მან იცის, რომ შეუძლია სჯეროდეს თავისი უნარების და ამ უნარებს მიყავს უმაღლეს დონეზე. მაგრამ ამავე დროს ის გადის ამ ლეგენდების ტურს. წარმოიდგინეთ, დასტინ პორიე რომ იყოს UFC-ში. ახლა მას ყავს ჯასტინ გეიჯი, რომელზეც ჩემი აზრით გაიმარჯვებს. მაქს ჰოლოვეი, ვოლკანოვსკი. ამ სიას რომ დასტინ პორიეს დავუმატოთ. თქვენ საუბრობთ ყველას საყვარელ პერსონაჟებზე. ლეგენდების სია, უბრალოდ სიგიჟია. საოცარია, რომ ის უკვე შედის GOAT-ის განხილვებში. და მას რეალურად ქამარი ჯერ არც კი დაუცვია. ის 30 წლისაც არა, ეს სიგიჟია. ის არ არის GOAT-ი ჩემი აზრით. ამას განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა.
ქვემსუბუქ დივიზიონშიც კი და ამაზე ადრეც მისაყვედურეს. ხალხი მეუბნება, იცი რა, შენი გოუთი ვოლკანოვსკია. ილიამ კი ის გათიშა. რატომ არ არის ილია შენთვის გოუთი? ჩემი აზრით ეს ასე არ მუშაობს. ისრაელ ადესანიამაც მოუგო ანდერსონ სილვას, მაგრამ ეს არ აუქმებს იმ 16 მატჩიან მოგებათა სერიას, ან ტიტულის დაცვებს, რაც ანდერსონს ჰქონდა. ილიას შეუძლია პირდაპირ 30-0-ზე ავიდეს. მოხსნას ჰაბიბის რეკორდი და ყველა მიიჩნევდეს გოუთად. მაგრამ ისაც ჩაითვლება ქვემსუბუქი წონის გოუთად. თუ არ დაბრუნდება ქვემსუბუქში, რასაც ის არ აპირებს. ასე რომ, თქვენ უნდა აერჩიოთ თქვენი მოსაწონი, ხომ ასეა? გინდათ იყოთ ქვემსუბუქი წონის გოუთი, თუ მთელი სპორტის გოუთი. ის არჩევს თავის ვარიანტებს და ესმის, რომ სამმაგი გვირგვინი, სამი ქამარი და დაუმარცხებლობა იქნებოდა საუკეთესო რამ, რაც მას შეუძლია გააკეთოს, რათა ყველასთვის გახდეს გოუთი.